იცით რაშია საქმე ქართველებს ქონდა სულ ესეთი რაღაცა რომ აი რაღაცა ვერთიანდებოდით ძალიან ისეთ თუ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებდნენ მაშინ რა ერთი ბერის გაუპატიურების დროს დაიწყო ბახტრიონის აჯანყება თუ გახსოვთ თითქეთევან წამებულის მერე კეთევან დედოფლის მერე გაერთიანდა ანუ ვერ ვიტან თუ სამართლობას კონკრეტული ჩვენი თანამემამულეების მიმართ გამოხატულს და ამიტომაც იმათ რო ეგონათ რომ გურამ შარაძის სიკვდილით შეაშინებდნენ ქართულ საზოგადოებას პირიქით მოხდა ეს ყველაფერი და ჩემში ყოველ შემთხვევაში პირიქით მოხდა და საკანში ვინც დადიოდა იმ ადამიანებისთვის რა პირიქით უფრო გაგვიმძაფრდა ის ამბავი რომ დაგვეცვა გურამ შარაძის სახელით და არა მარტო იმ სამართლიანობის სახელით რატყუილშიც ჩვენ ცხოვრობდით მაშინ და იმ ციხეში რაშიც ჩვენ ცხოვრობდით ასე რომ გურამ შარაძე იყო პირველი ვინც ეს გადატეხა რა ეს შიში გადატეხა მე ძალიან კარგად მახსოვს აი ეთერშიც ვანახებ ამ სურათს ზუსტად ის პერიოდია ის წლები არის როდესაც გურამ შარაძემ ეს წიგნები გამოსცა რა როდესაც აი აქ ესეთი ამბები ხდებოდა და ძალიან ჩემს ძალიან იმოქმედა ამ წიგნებმა განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძე იყო მაშინ ახალი გამოცემული და ეს აი გურამი და გურამ შარაძე და რაღაც ძალიან მიყვარდა ეს კაცი რა და ერთხელ მოვდივარ მახსოვს რუსთაველზე აი გამომცემლობასთან ბელინსკის ქუჩიდან რომ ჩამოდიხართ იქ რომ გამომცემლობა იყო ეხა სასტუმრო როა იქ იდგა რა ეს წიგნი ეჭირა რა ზუსტად ვიღაცასთვის უნდა გადაეცა ქვემოთ ელოდებოდა და აი პარი იყო რაღაცი რომ შევხედე რა თბილისში ისეთი პროცესები მიდიოდა რომ ნუ აი არ იცოდა ნუ ისეთი გამომეტყველება ქონდა გაფიქრებული რომ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო რომ გურამ შარაძისნაირ ადამიანებს მაშინ აი არ იცოდნენ რა რითი ეშველოდა რა უნდა გაეკეთებინათ ამ ყველაფრისთვის რა